კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიკრონის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ესეთი პარადოქსი აქვს. კომპანიამ გამოაქვეყნა ფინანსური შედეგები და წინა წელთან შედარებით არის თითქმის გასამაგებული შემოსავლები, საერთოდ ლამის 24 მილიარდს აღწევს ეს, არადა ერთი წლის წინ სულ რაღაც 8 მილიარდი იყო და აი გასამაგებული შემოსავლის ფონზე ალბათ გგონია რომ სტრატოსფეროშია წასული მისი აქციების შეფასება, მაგრამ არა, პირიქით 14%-ით შემცირებული, ასეთ პარადოქსებს ხედავთ უკვე საფონდო ბირჟაზე, რაზედაც ინვესტორები მიუთითებენ რომ შეიძლება უკვე აი ეს ფუნდამენტური მათემატიკა, რასაც ადრე აფუძნებდნენ ინვესტორები კომპანიების შეფასებას, უკვე აღარც მუშაობდეს და საერთოდ სხვა რაღაცი ვძომავდეთ უკვე შეფასებას და ეს ყველაფერი უფრო მეტად არის დაკავშირებული ინდუსტრიულ მოლოდინებზე, რადგანაც მიკრონის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ის რაც დღეს ბაზარზე ხდება, საუბრობთ იმ დეფიციტზე, რომელსაც ვეხებით ლამის ყოველ ტექინფორმის გამოშვებაში, იმდენად მწვავეა, რომ თავად ეს კომპანია იმ შეკვეთებსაც კი ვეღარ წვდება, რა შეკვეთებიც უკვე აქვს გაფორმებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მიკრონთან მიდიან მსხვილი კომპანიები, მაგალითად Amazon, Meta, Google, ისინი მას უკვეთავენ მაგალითად $100 მილიონი ღირებულების მეხსიერების ბარათებს, DDR5-ებს, ან RAM-ებს, ან გამომთვლელ პროცესორებს, ან ნებისმიერ რამეს, საერთოდ რაც შეიძლება შეუკვეთო და კომპანია ამ შეკვეთას ასრულებს 1-50%-ით, ან 60%-ით. სხვა დანარჩენს უბრალოდ ვერ ასწრებს. ვერ ასწრებს ეგ ერთი და მეორე, რომ მოასწროს, ამისათვის მას უწევს გაზრდილი ფასით საწარმოო მასალების შეძენა და გაზრდილი ფასი არის არა 10-20%, არამედ 300-400%-ით, შესაბამისად აზრიც კი აღარ აქვს უკვე 400%-ით გაძვირებული მასალებისაგან პროდუქციის წარმოებას და რაღაცნაირად უკვე გადავდივართ აი მოცემულობაში, რომ მეხსიერების ბარათები იმდენად არის გაძვირებული, რომ წარმოებებს აღარ უღირთ მეხსიერების ბარათების მქონე სხვადასხვა მოწყობილობების შექმნა, რადგანაც ეს მოწყობილობა ეს ფასი არ ღირს ისედაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაკვეთა არსებობდეს. ეს პრობლემა არის ინდუსტრიულ დონეზე, ეს აშინებთ ინვესტორებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი კომპანია შეიძლება ვერ ასრულებდეს თავის კონტრაქტებს და იქ პირგასამტეხლობები ყველგან წერია ყოველთვის, ეგრე კონტრაქტს არავინ არ აფორმებს. შესაბამისად შეიძლება მიკრონს სასამართლო დავებში მოუწიოს აღმოჩენა, რაც თავის მხრივ რისკია და ასევე ეს პრობლემა აი თვალსაჩინოების მიზნით კარგად ჩანს კომპიუტერული პროცესორების ბაზარზე, შეგიძლიათ შეხვიდეთ Amazon-ზე. ხო, შეგიძლიათ შეხვიდეთ Amazon-ზე და ნახავთ როგორ არის პირდაპირ გახუთმაგებული იმ კომპონენტების ღირებულება, რაც 1-2 წლის წინ იყო ჯერაც ხელმისაწვდომი და ეს პრობლემა რა თქმა უნდა მხოლოდ რაღაც მომხმარებლებს არ ეხება. რომელია ხურდაში მოყვება და ხო, აი ზოგჯერ მართლა მახსოვს, როდესაც აი ნორმალურ კომპიუტერს იყიდიდი, უფასო აპგრეიდის სახით RAM-ი მოყვებოდა. RAM-ი, რომელიც ახლა შეიძლება კომპიუტერზე ძვირიღებდეს, აი ეგეთი რაღაც ხდება და ეს მიკრონის შეფასებაზეც აისახა ნეგატიურად. ცხადია, კომპანია ამბობს, რომ ისინი შეეცდებიან მიწოდების ჯაჭვის დასტაბილურებას, აღდგენას პროცესების როგორ აპირებენ წარმოდგენა არა მაქვს საიდან მოიტანენ RAM-ებს. პირდაპირ თქვა, ველური მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე. ეს იქნება მიკრონის თუ სხვა კომპანიის გაკეთებული. თუ გაქვს RAM-ი, კილოცალ შეგიძლია 300%-ით ძვირად გადაყიდო, აი ეგეთი რაღაც ხდება. ამ პრობლემას სხვათა შორის Samsung-ი შეეჭიდება წელს $73 მილიარდი ინვესტიციით, ქარხანას ააშენებენ, საერთოდ ისეთი სიგიჟე ხდება. ხოლო ქარხანა ერთ დღეში არ აშენდება, ეს ყველამ კარგად ვიცით, SK Hynix-ით ზუსტად იგივე რაღაცას აპირებს და აი საერთო ჯამში ამ მშენებლობებმა თუ ანალიტიკოსებს დაუჯერებთ 2029 წლისთვის შეიძლება დაასტაბილუროს მიწოდების ჯაჭვი და საბოლოო ჯამში ეს დეფიციტიც ნელ-ნელა შემცირდეს, მაგრამ ერთი პრობლემა აქ ის არის, რომ ამ დეფიციტს, როდესაც ითვლიან ანალიტიკოსები, ისინი უყურებენ დღევანდელ მოთხოვნას RAM-ზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ChatGPT 8-ს ან Claude Sonnet 17-ს რა მოთხოვნები ექნება და თუ ისე გამოვიდა რომ ეს მომავალი თაობის AI მოდელები კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურას მოითხოვენ, მაშინ შეიძლება დეფიციტი საერთოდ სიტყვა შეიცვალოს და იქცეს უბრალოდ ესეთ იშვიათ რესურსად. პირდაპირ დავარქვათ სახელი RAM-ს რაც ექნება. ის იქნება უბრალოდ იშვიათი რესურსი, რომელსაც რამდენიმე კომპანია. ხო, ზუსტად იგივე რამ მოხდება, იქ რაღაც ეროვნული რეზერვი შეიძლება შეიქმნას მეხსიერების ბარათების. 10 ავიამზიც მიაყენებს ტაივანს რო ხელი არ მოკიდოს არა. ტაივანის დაცვა იქნება. მიკრონი იქაც არის. იქ ყველაზე მეტად წარმოდგენა TSMC-ის გვერდით ფაქტობრივად. პოტენციურად შეიძლება ეგეთი რეალობაც დადგეს, რომ აი ჩვენი კომპიუტერებიდან ამოვაძროთ RAM-ები და გადავყიდოთ ბაზარზე კომპიუტერზე ძვირად ეგეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს. მოკლედ ამ მიმართულებით არის ძალიან
ძალიან რთული ვითარება, ტექ სამყარო ფაქტობრივად არის დაპაუზებული. მომდენო არავინ ელოდა. არავინ ელოდა, ყველას გვეგონა რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა. ჯენსენი იძახდა ამას, რომ ქარხნები ააშენე დროულად და ამიტომაც გვინდაო სანტექნიკები და მშენებლებიო, მაგრამ არავინ მოусმინო, უბრალოდ იცინოდნენ და აი აგერ არის რეალობა და ამიტომაც ახლა ეს მომხმარებლებს რომ გადაუთარგმნოთ რა მოხდება, მომდენო 2-3 წლის განმავლობაში თქვენ არსებითად უკეთეს სმარტფონებს, ლეპტოპებს, გეიმინგ კომპიუტერებს, სათამაშო კონსოლებს ვერ იყიდით. იყიდით ან იყიდით პირდაპირ 2 ან 3 ფაზად. სხვანაირ შემთხვევაში ეს მათემატიკა უბრალოდ ვერ იმუშავებს, შესაბამისად ტექნოლოგიური პროგრესი, რაც უნდა მომხდარიყო 2030 წლამდე, იქნება დაპაუზებული. ეს იქნება ის რეალობა, რომელშიც მოგვიწევს ოპერირება, რაც ნამდვილად სამწუხარო, რადგანაც AI გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც საოცრებები შევქმნათ, თუმცა ამ საოცრებებს ვერ ვაწარმოებთ. სხვათა შორის, მსგავს რისკზე საუბრობს ილონ მასკიც, რომელიც იძახის, რომ რობოტების წარმოება იმდენად რთული იქნება და იმდენ დეფიციტურ მიწოდების ჯაჭვთან იქნება დაკავშირებული, რომ როდესაც უკვე გვექნება კარგი რობოტის რეცეპტი, მას უბრალოდ ვერ ვაწარმოებდეთ, იქნებაო ასეთ რისკზე საუბრობს იგი. არ ვიცი, ჰუანგმა რას თქვა, ჯერჯერობით ყველაფერი გამართლა და მასკიც თუ გაამართლებს ყველაფერს, შეიძლება ეგ დეფიციტიც დაგვეწიოს, ეგ უკვე რას გამოიწვევს და რომელი მიწოდების ჯაჭვის გაჭედვას ვიხილავთ, ეგ უკვე მომავლის ამბავი იქნება.